ხო, სანამ დავიწყებთ. რამე ახალი ხო არ შეგიმჩნევიათ კედელზე? Verstappen-ი მარწყვში. იმედია მოგეწონებათ. მე პირადად ვიცი, რომ ძალიან ვამაყობ, იმიტომ რომ დიდი ხანია საღებავებით არაფერი არ დამიხატავს და არ მეგონა თუ საერთოდ გამომივიდო და შემდგომში, რა ვიცი, ვეცდები რომ კიდე რაღაცები დავხატო, რომ გავაფორმო ეს კედელი. მოგესალმებით მეგობრებო. მიუხედავად იმისა, ძალიან გიყვართ კინო მეტნაკლებად თუ საერთოდ არა, დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გსმენიათ რაიმე ამ კაცის შესახებ. მარტინ სკორსეზე თავისუფლად შეიძლება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეჟისორად მივიჩნიოთ. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა და კიდევ ერთი ამდენი, უბრალოდ მათი სათაურები იმიტომ არ შევიტანე ამ სიაში, რომ სია თვითონ ზედმეტად დიდი გამოდიოდა. შეიძლება საათები, დღეები, კვირეები, თვეები, წლები ვიდაოთ იმაზე, თუ რომელია მარტინის საუკეთესო ფილმი. მაგრამ ეს სრული აბსურდი იქნება. არა იმიტომ, რომ ხელოვნება თვითონ სუბიექტურია, არამედ იმიტომ, რომ მისი ჭეშმარიტი შედევრი დარწმუნებული ვარ, რომ ნანახი არ გექნებათ. იმისთვის, რომ ამბავი სრულყოფილად მოუყვეთ, აუცილებელია მისი თხრობა დავიწყოთ სწრაფი და იაფი წარმოების ფეხსაცმელების ისტორიიდან. ძირითადად ასეთი ნივთები იქმნება არაეთიკური შრომის პირობებში და დიზაინიც მაქსიმალურად არის მიმსგავსებული სხვადასხვა ცნობილი ბრენდების კოლექციებთან. შესაბამისად, საავტორო უფლებების კანონებისათვის გვერდის ასავლელად მწარმოებლები იყენებენ სხვადასხვა მინიმალურ მოდიფიკაციებს, როგორც თავად კომპანიის დასახელებაში, ისე ნიმუშებზე გაკეთებულ წარწერებში ასოებისა და სიტყვების შეცვლით. ხშირად ეს ექსპერიმენტები საკმაოდ უცნაურ და სასაცილო შედეგებს იძლევიან. 2020 წელს სოციალურ ქსელ Tumblr-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გააზიარა თავისი ახალი ჩექმების ფოტო, რომლებზეც ძალიან უცნაური წარწერა იყო დატანილი. მარტინ სკორსეზე წარმოგიდგენთ გონჩაროვის საუკეთესო ფილმი მაფიაზე, რომელიც კი ოდესმე შექმნილა, რეჟისორი მატეო GWHW0715. მაგრამ დაიცადეთ, ამ ფილმზე არასდროს არაფერი არ მსმენია. არც IMDb-ზე იძებნება, არც ვიკიპედიაში. საერთოდ მისი არც კადრები არსებობს და დედამიწაზე ადამიანიც არ შემხვედრია აქამდე, რომელსაც მასზე ესაუბროს. ამ იდიოტს რა, გონჩაროვი არა აქ ნანახი. Honey, you've got a big storm coming. სკორსეზეს უცნობი ფილმის ლეგენდამ რეალურად სიცოცხლე ამ პოსტიდან 2 წლის თავზე შეიძინა, როცა Tumblr-ის კიდევ სხვა მომხმარებელმა გონჩაროვის ოფიციალური პოსტერი დაამზადა. აქედან რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე გვქონდა მეტნაკლებად ჩამოყალიბებული შინაარსი, მთავარი პერსონაჟების გუნდი, რა თქმა უნდა, კასტი, ასევე უკვე განსაზღვრული ჟანრისა და პერიოდიკის მიხედვით დახატული ესთეტიკა. კადრები, ფრაზები, ფანარტი, კონკრეტული სცენების მრავალაბზაციანი დეტალური ანალიზი, ფარული აზრებისა და დეტალების განხილვა. ინტერნეტში უამრავ სხვადასხვანაირ უცნაურ ადამიანს შეხვდებით, მაგრამ იშვიათად თუ მოხდება ისეთი ფენომენი, რაც მაშინ მოხდა. სამყაროს გარშემო ყველაზე კრეატიული, ყველაზე მოცლილი და ამავდროულად ყველაზე მონდომებული პიროვნებები თითქოს ერთ დაძახილზე ერთდროულად გაჩნდნენ არსაიდან, სწორ დროსა და სწორ ადგილას. საბოლოო შედეგი იმდენად რეალისტური და იმდენად ცოცხალი გამოვიდა, რომ როცა გონჩაროვმა საბოლოოდ დატოვა Tumblr-ის კედლები და ინტერნეტ სივრცის სხვა კუთხეებს მოედო, ბევრმა მართლა დაიჯერა, რომ 1973 წელს მართლა გამოვიდა ეს ფილმი ეკრანებზე. თუმცა თემატიკის სიმძიმისა და სკანდალურობის გამო ერთგვარ შავსიაში მოხდა და იგივე წარმატება ვერ მიიღო, რაც სკორსეზეს სხვა ნამუშევრებმა, მაგრამ მაინც რა ხდებოდა ასეთი გონჩაროვში? რადგან მასზე ერთდროულად აურაცხელი რაოდენობის ადამიანი მუშაობდა, შინაარსის ყველა დეტალი სხვადასხვა წყაროებში ერთმანეთს არ ემთხვევა. ის ერთი საერთო Google-ის დოკუმენტიც ძალიან ხშირად იცვლება ხოლმე. ამიტომ მოდით იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ზუსტად ვიცით. ფილმის მოქმედება ნეაპოლში ხდება 70-იანებში. მთავარი გმირი გონჩაროვი, რომელსაც რობერტ დე ნირო თამაშობს, ზოგ ვერსიაში ადგილობრივ ბანდას მეთაურობს, ზოგან KGB-ს აგენტია, ზოგან კი საერთოდ რუსეთიდან გამოქცეული განგსტერი. ყველა შემთხვევაში ის დაძაბული კონფლიქტის ცენტრში ხვდება მაფიასა და პოლიციას შორის. რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს, ყავს კატია გონჩაროვის ცოლი სიბილ შეპარდის შესრულებით, ჰარვი კიტელი თამაშობს ანდრეი დადანოს, გონჩაროვის უახლოეს მეგობარს და ბიზნეს პარტნიორს. აქვე ალ პაჩინო მარიოს მაფიის ლუდოვანი ბოსის როლში. სოფი ლორენი როგორც სოფია, კატიას მეგობარი, ვალერი, კატიას ძმა, რომელსაც ჯინ ჰეკმენი განასახიერებს, ჯონ ჯოზეფ იგივე აისპიკ ჯო მორელის როლში. ეს უკანასკნელი მანიაკი ასასინია, რომელიც ხალხს ყინულის სამტრევით ხოცავს. შინაარსის ყველა ვერსიაში ხვდებით სამ ძირითად სცენას, ესენია ნავის, ვაშლის და კოშკურის. საერთოდ საათები ფილმში ძალიან დიდ როლს თამაშობენ. მათი დახმარებით ბევრგანაა ხაზგასმული დროის უმოწყალო მსვლელობის და შესაბამისად ბედისწერის გარდაუვალობის ფაქტორი. ბოლოს სურათი კი ასე ყალიბდება. სანამ გონჩაროვი წარსული ცხოვრების გამო სინანულს განიცდის და აბსოლუტურ სასოწარკვეთას ეძლევა, ძალადობრივ გარემოში გადარჩენისთვის ბრძოლის პარალელურად ანდრეი მის წინააღმდეგ გეგმებს აწყობს და საბოლოოდ კლავს კიდეც. რაც ფინალს ერთიორად უფრო ტრაგიკულს ხდის იმის გათვალისწინებით, თუ როგორმა ახლობელმა ადამიანმა მოუღო ბოლო პროტაგონისტს.
თავის მხრივ პერსონაჟებს შორის ურთიერთობები ძალიან ჩახლართულია. ყველა ვერსიაში ცალკეა გამოყოფილი შეფარული რომანტიკული ხაზები როგორც ანდრეისა და გონჩაროვს, ისე კატიასა და სოფიას შორის. ნავისა და ვაშლის სცენები სწორედ კატიასა და სოფიას ურთიერთდამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. პირველში სოფია კატიას კინაღამ დაახრჩობს, ხოლო მეორეში სანამ ხილს ყიდულობენ და ევასა და პერსეფონეზე საუბრობენ, ხვდებით თავად მარტის კორზეს კამეოს, რომელიც გამყიდველის როლს ასრულებს. თავის მხრივ ფილმის ყველაზე დაძაბული და მნიშვნელოვანი მომენტი მესამე, ანუ კოშკურის სცენაა. აქ ხდება დაპირისპირება ანდრეისა და გონჩაროვს შორის და ზოგ ვერსიაში გონჩაროვის კვლელობაც. მინდა ასევე ყურადღება გავამახვილოს სხვა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც წამოჭრილია ფილმში. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კომპლექსური პერსონაჟი არც მეტი არც ნაკლები ყინულის სატეხი ჯო გამოდგა. რადგან მისი სახით ავტორები გამოხატავენ ფსიქოლოგიურ ტრავმებს და მათი არასწორად მკურნალობის დამანგრეულ შედეგებს. ახლა გიხსნით რატომაც. ადრეულ ასაკში ჯომ თავისი უფროსი ძმა დაკარგა. რის შემდეგაც მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ხოლო იქ მაშინ იმ დროისთვის გავრცელებული ძალიან სასტიკი პროცედურის ლობოტომიის მსხვერპლი გახდა. ეს ვითომ ოპერაცია თავის თავში მოიაზრებს ბასრი და ვიწრო საგნით, თვალის გავლით ტვინის ნაწილის მოჭრას. გამოიყენებოდა მენტალური დაავადებების სამკურნალოდ და იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი მეცნიერული და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნდა, ძალიან ხშირად ტვინის დაზიანებას იწვევდა. ასევე არანაკლებია შემთხვევები, როცა პაციენტი აბსოლუტურად პარალიზებული რჩებოდა. ლობოტომია თავისი არსით იმდენად კუსტარული პროცედურაა, რომ ცალკეულ кейსებში მის ჩასატარებლად ქირურგიული ინსტრუმენტების მაგივრად იყენებდნენ ყინულის სატეხებს. ხვდებით ხო, როგორ ემისეს ყველაფერი ერთმანეთს. ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ, თუ საერთოდ აქამდე მომისმინეთ. რა სისულელეა საერთოდ, რატომ დახარჯა ამდენმა ადამიანმა ამაში ამდენი თავისუფალი დრო. რაღაც ფეხსაცმელზე წაკითხული უაზრო სიტყვების გამო შექმნეს ეს უკონტექსტო აბდაუბდა და არ საიდან მოათრიეს ეს პერსონაჟები. სხედან იქ და რაღაცას მასხრობენ. კი, ერთი შეხედვით ეს ასია, მაგრამ ჩემთვის გონჩაროვს სულ სხვა რაღაცის გამო აქვს ხიბლი და ეს რაღაცა მინდა რომ გაგიზიაროთ. გონია რომ ეს მოვლენა ზოგადად ადამიანის ბუნებაზე ამბობს ძალიან ბევრს. განსაკუთრებით დღეის პირობებში რთულია დაიჯერონ, რომ კაცობრიობას ჯერ კიდევ გააჩნია რაღაც კარგი, მაგრამ ამ ქაოსის შუაგულში უცებ არსაიდან ამდენმა უცნობმა ადამიანმა თავი მოიყარა ერთ სივრცეში ძალიან კეთილშობილური და ძალიან გულუბრყვილო მიზნით. შეექმნათ რაღაცა, თუნდაც სისულელე, ოღონდ იმისთვის, რომ ამ ერთიანობის განცდაში ეპოვათ დროსტარება და კომფორტი. გონჩაროვის შემხედვარეს შეიძლება ადამიანებში რწმენაც კი დაგიბრუნდეს. განსაკუთრებით თუ წაიკითხავ აი ამ კომენტარს, სადაც ერთ-ერთი გონჩერი იხსენებს თუ როგორი წყნარი და სასიამოვნო გარემო იყო ჯგუფში ფილმზე მუშაობისას. თითქმის არც არაფერზე არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა. არსებობდა ერთადერთი პრინციპი, ხო და კიდევ, ანუ არავინ არ გეტყოდა, რომ ის რაც შენ გამოიგონე, არავის არაფრად გამოადგება. უბრალოდ ისევე როგორც შენ აგრძელებდი შენი წინამორბედის სიტყვებს, რაღაც შენი ფანტაზიით, ისევე შენს შემდეგ ვინც მოდიოდა, ის ამატებდა რაღაცას. მერე რა რომ რაღაცები არ ემთხვეოდა. მერე რა რომ მოქმედება 60-იანებში ვითარდება და ფილმში ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილია. მატეო JWHW 0715 უბრალოდ დროს უსწრებდა წინ და წინასწარ განჭვრიტა რა მოხდებოდა. იმდენად რომ როცა გონჩაროვის ამბავმა სკორსეზეს ხურამდე მიაღწია, ხუმრობას ისიც აყვა და განაცხადა რომ შვენივრად ახსოვდა როგორ იღებდა ამ ფილმს 60-იანებში. ვიდეოს დასასრულს მინდა რომ ერთად ვნახოთ კიდე რამდენიმე სახალისო პოსტი გონჩაროვზე. ძალიან მიხარია რომ გონჩაროვი მოხდა, როცა მოხდა. ზუსტად იქამდე სანამ ხალხი აქტიურად დაიწყებდა AI-ის გამოყენებას. ეს იყო წმინდა გულწრფელი გასლაითინგი, რომელიც გულიდან მოდიოდა. ნამდვილი ადამიანური მაიმუნობა და უწყინარი ხუმრობა. სისხლით, ოფლით და ცრემლებით. ჩვენ ოჯახი ვიყავით, ჩვენ ყველა ვიგონჩავეთ. აი როგორც კი გავიფიქრებ, შეიძლება ეს ისეთი სასაცილო არ იყო. მახსენდება რომ ჩვენ ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ მატეო JWHW 0715 არის უბრალოდ ჩვეულებრივი სახელი. დიახ, ის არის რეჟისორი, მერე რა, დედამისი იტალიელი იყო და მამამისი იყო მანქანის მანქანის ნომერი. თამბლერი უწოდებს გონჩაროს საუკეთესო ფილმს მაფიაზე და აქებს მის საოცარ კინემატოგრაფიას. მარტინ სკორსეზე.